მოგესალმებით ყველას. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რომ კიდევ ერთხელ ერთად შევაჯამოთ და მოვისმინოთ ფონდის საქმიანობის ანგარიში. მე ვფიქრობ, რომ საქმიანობის ანგარიში საკმაოდ შთამბეჭდავია, რაც ყველაზე სასიხარულო არის ჩემთვის და ყველასთვის. ჩვენ შევძელით ძალიან მოკლე დროში რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა პირდაპირ მნიშვნელობით. მე მინდა ყველას გადაგიხადოთ მადლობა. გეტყვით მოგლე ინფორმაციას, რომ ფონდის საქმიანობა შემოუერთდა უკვე 240 საჯარო უწყების 40,000-ზე მეტი თანამშრომელი და 17 კერძო კომპანია. მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველას, ვინ ჩართული არის ამ საქმეში და თუნდაც მცირე წვლილი შეაქვს ჩვენი ბავშვების და ახალგაზრდების სიცოცხლის გადარჩენაში. გეტყვით, რომ 9 თვის განმავლობაში ფონდში 2,400,000 ლარის მობილიზება შევძელით, რითაც პირველ ეტაპზე პრაქტიკულად გადაიჭრა 22 წლამდე ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ფინანსური პრობლემა. დღეისათვის დამტკიცებული გვაქვს 86 ბავშვის და ახალგაზრდის დიაგნოსტიკის და მკურნალობის სრული დაფინანსება. უკვე არსებობენ კონკრეტული ბავშვები და ახალგაზრდები, რომელთა მკურნალობაც ფონდმა დააფინანსა და მათ სიცოცხლე უკვე გადაარჩინა, როგორც კი აღნიშნეთ. სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, ფონდში მობილიზებული თანხები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ყველა იმ ბავშვის და ახალგაზრდის მკურნალობა დავაფინანსოთ, რომელთა სიცოცხლე არის საფრთხეში და ამიტომ უნდა მოვუწოდოთ ყველამ ერთად, რომ მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ ფონდის საქმიანობაში, რომ მეტი ბავშვის და მეტი ახალგაზრდის სიცოცხლე გადავარჩინოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ ეს არის კონკრეტული ნაბიჯები სოლიდარული საზოგადოების შექმნისაკენ. რითაც ჩვენ როგორც ცივილიზებულმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ ეს საოცრად უნდა გავაკეთოთ. თუ ამის პრეტენზია გვაქვს და მე დამეთანხმებით, რომ მართლა ჩვენ ამისკენ მივისწრაფოთ. ასე რომ მე მინდა ახლა ვთხოვო ფონდის ხელმძღვანელს კაბუტუ მარიამს უფრო დეტალურად რომ მოგვახსენოთ და მოგვიყვეთ თქვენი საქმიანობის თავაზე. დიდი მადლობა. სულ რამოდენიმე დღის წინ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, სწორედ ლიტონიობის ღამეს სოლიდარობის ფონდის სრული შემადგენლობა, ასევე აჩი არველაძესთან ერთად ერთ-ერთი ცნობადი სახე, რომელიც ამონებით შემოგვიერთდა ამ ინიციატივაში, ჩვენ ერთად გავაცილეთ 4 წლის ნიკოლოზი თურქეთში სამკურნალოდ. ნიკოლოს იშვიათი სისხლის სიყვარული სისტემის დაავადება აქვს, სჭირდებოდა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, რამდენადაც ვერც საკუთარი ღეროვანი უჯრედები და ვერც დონორის, ნათესაური დონორი ვერ მოიწებნა, $200,000 შესაბამისი ღირებულებას მოიცავდა ეს სერვისი. $20,000 დაფინანსდა ჯანდაცვის სამინისტროს რეფერალური კომისიის მიერ, $15,000 იქნა შეგროვებული მეგობრების და ხალხის მიერ, ოჯახი მეორე წელიწადია, ემზადებოდა ამ პროცედურის ჩასატარებლად. რამდენადაც რეგიონის მაცხოვრებელია შესაბამისად თბილისის მერია ვერ შეძლებდა ფინანსურ დახმარებას და $165,000 დაამტკიცა სოლიდარობის ფონდმა. პირველი ტრანში გადარიცხულია უკვე და ეტაპობრივად 5 თვის პერიოდში. რამდენი ბავშვი გააგზავნა? საერთო ჯამში 86 ბავშვის დაფინანსება მოხდა, მათ შორის 34 გაემგზავრა საზღვარგარეთ თურქეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის და ისრაელის სამედიცინო ცენტრებში.